ექიმთან ვიზიტი გაქვს დაგეგმილი და ენის ბარიერის გამო არ იცი როგორ გაართვა თავი? გამარჯობა. ეს ელის ინგლისური ენის აკადემიაა და დღეს გასწავლი ექიმთან ვიზიტისთვის საჭირო წინადადებებს. თუ კი მოგბეზრდა ინგლისურის მარტო სწავლა, ან გსურს მეტი პრაქტიკა საუბარში, შემოვერთდი ჩვენს სასაუბრო ინგლისური ენის კურსს, სადაც მსგავს თემებზეც ვისაუბრებთ. სასაუბრო გაკვეთილები ტარდება ინდივიდუალურად. შესაბამისად თქვენი დრო, ხოლო თქვენ გეკუთვნით. როგორ უნდა ვთქვათ, შეხვედრა მაქვს ექიმ სმითთან. I have an appointment with Dr. Smith. და მიმღები როგორ გვეუბნება? გადავხედავ თქვენს სამედიცინო ჩანაწერებს. I'll pull up your records. ან I'll check your records. თხოვთ აქ მოაწერეთ ხელი. Please sign here. და დაბრძანდით. And have a seat. გამომყევით მეოთხე ოთახში. Follow me to room 4. მოვედით. Here we are. რა არის თქვენი ჩვენთან ვიზიტის მიზეზი? What are your reasons for visiting us? როდის დაგეწყოთ ეს სიმპტომები? When did you start having these symptoms? დაღლილობის შეგრძნება დამეწყო 1 კვირის წინ. I started feeling tired 1 week ago. ამას დამატებული მაქვს მუდმივი ხველა. On top of that, I have a persistent cough. ახლავე ჩავატარებ ზოგად შემოწმებას. I'll check vital signs. ღრმად ჩაისუნთქეთ. Take a deep breath. სუნთქვა შეიკავეთ. Hold breath. ახლა ამოისუნთქეთ. Now exhale. დანიშნულებას მოგცემთ ხველისთვის. I'll give you a prescription for your cough. ალერგიული ხომ არ ხართ რომელიმე მედიკამენტის მიმართ? Are you allergic to any medications? რამდენადაც ვიცი არა, მაგრამ რა არის ამ მედიკამენტის გვერდითი მოვლენები? As far as I know, no, but what are the possible side effects of this medication? მისი გავრცელებული გვერდითი მოვლენაა დაღლილობა და თავბრუსხვევა. The most common side effects are fatigue and dizziness. თუ რომელიმე სიმპტომი შეგაწუხებთ, დაგვიკავშირდით. If you experience any side effects, contact us. მომდევნო სამედიცინო შემოწმებას დაგინიშნავთ 1 კვირაში. I'll schedule a follow-up appointment in 1 week. მადლობა რომ გვესტუმრე. Thanks for visiting us.